გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. მესტიის რაიონში, სოფელ ლენჯერში ვიმყოფებით, ლემსიაში, შუკვანების უბანში. დღეს შუკვანების გვარის ისტორიას მოგითხრობთ. ბატონო, კიმი შუკვანს გავესაუბრებით ახლა და მოგვიყვება თავის გვარის ისტორიას. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. გვაინტერესებს შუკვანების, თქვენი გვარის ისტორია. შუკვანების გვარი წარმოიშვა მოღელიანებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ფარში, ეთერში და ბეჩოში ცხოვრობდნენ. შემდგომში, როცა მოხდა კონფლიქტი თავადებთან, იძულებული გახდნენ წამოსულიყვნენ და ჩასახლდნენ აქ სოფელ ლენჯერში. ერთი ნაწილი შუკვანი მოღელიანებისა წავიდა ამბროლაურის რაიონში ჩასახლდნენ, იქ არის სოფელი ფარელი, რადგან ფარში ცხოვრობდით, ამიტომ იმ სოფლისათვის ფარელი დაურქმევიათ იმ მოღელიანებს. მოღელიანება შეირჩა იქაურ მოღელიანებს, შენარჩუნეთ აიანთი გვარი მოღელიანი და ჩვენ ალბათ იმ საზოგადოებას ჩვენ მოხვდით, შეგვარქვეს ჩვენ შუკვანები და გავხდით შუკვანები. დაახლოებით რომელი საუკუნიდან არის გვარი შუკვანი? დაახლოებით ჩვენ ახლა ნახსენები ვართ იმაში ფარში მე-14 საუკუნეში აი პავლე მგოროყვას აქვს წიგნი გამოშვებული, გამოცემული 50 წლის გამოცემა არის. იქ ვართ ნახსენები მე-14 საუკუნეში და დაახლოებით მე-14 საუკუნის შემდგომ ვართ წამოსული აქეთ. მე-14 საუკუნიდან მოდის უკვე ფიქსირდება წერილობით გვარი შუკვანი. შუკვანი ლენჯერში. დაახლოებით რას ფლობდით? რამდენი კოშკი ჰქონდათ შუკვანებს ფლობელობაში? შუკვანებს ჰქონდა 5 კოშკი. ერთ-ერთი კოშკი ჩემეზოში იყო ის 80 წელს დაინგრა. ორი კოშკი შენარჩუნებულია და არის, მესამესი ძირი არის და მეხუთე კოშკი დაანგრეულია ისიც რა. ორი კოშკი დაინგრა და სულ ეხლა სახეზე ორი კოშკია. ორი კოშკია ძირითადში რა. ორი ტაძარს ხედავ, ერთი ულამაზესი ტაძარი, მეორე ულამაზესი ტაძარი არის აქ ლენჯერში. შუკვანების აშენებულია? შუკვანების აშენებული ეს ტაძარი, ახალი ტაძარი არის. ეს ააშენეს ბათა შუკვანის შვილებმა და ეს კიდე არის ორივე გვარის საგარეულოს ტაძარი, მერლანების და შუკვანების და სასაფლაოც აქ აქვს შუკვანების და მერლანების. ორად არის დაყოფილი, დასავლეთ ნაწილი უჭირავს მერლანების, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილი ჩვენი შუკვანების სასაფლაო არის და ეს ორივესია ეს ტაძარი. ძალიან კარგი. დაახლოებით რამდენი ადამიანი იქნებით შუკვანის გვარის მატარებლობით ელ დედამიწაზე? დაახლოებით ციფრირებით. დაახლოებით 1.70 კომლი ვიქნებით. აქ არა ვართ ახლა, მე ბევრი არის გადაცული. ზოგი რუსეთში ცხოვრობენ, ბელგიაში ცხოვრობთ, აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობთ, დასავლეთ საქართველოში ცხოვრობთ და მიმოფანტული ვართ ახლა. ძირითადი არის ლენჯერში. აი ხარ, ძალიან დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციისათვის. მადლობა. ბატონი კიმის ბიძაშვილთან, ზაზა შუკვანთან გადმოვინაცვლეთ, რომელიც კიდევ უფრო დაწვრილებით მოგვითხრობს პატარ-პატარა დეტალებს შუკვანების გვარის ისტორიაზე. გამარჯობა ბატონ ზაზა. გამარჯობათ. ბატონ ზაზა, მაინტერესებს ჩვენს
უკან არის ორი კოშკი დარჩენილი სახეზე არის. დაახლოებით როდის არის აშენებული? ნუ დაახლოებით მე-12-მე-13 საუკუნის დასაწყისში არის ეს კოშკები დათარიღებული. არის ორი კოშკი დღეისდღეობით საღმდგომარეობაში. მესამე კოშკი არის ისეთ მდგომარეობაში, რომ შეიძლება მის რესტავრირება. ორი კოშკი ერთი კედელია დარჩენილი, მეორე საერთოდ იწყებენ აღიგავა მიწაგან პირისა და აღარ არის უკვე. ხუთი კოშკი იყო ჩვენს გვარის მფლობელობაში, შუკვანების გვარის მფლობელობაში. ორი ტაძარი არის. დიახ. ერთი ახალი აშენებულია, ეთყობა, ერთი ძველია. როდის აშენდა ტაძრები? ეს დაბლა ტაძარი რო არის, ეს გახლავთ ახალი აშენებული, სულ რამოდენიმე წლის ააშენეს ესეც ჩვენმა ბიძაშვილებმა, შუკვანებმა, ბათა შუკვანი ჩვენი სკოლის დირექტორი იყო, იმის შვილებმა ერთი ძმა ყავდათ, ერთი გარდაეცვალა ადრე, ის მეორეც გარდაეცვალა. იმის ფაქტობრივად იმათი დების მეშვეობით გაკეთდა ეს ამ ტაძრის აშენება. რომ ამოდიოდით ლანჯერში, შეგვხვდა მუხრან შუკვანის სახელობის მონუმენტი. ვინ იყო მუხრან შუკვანი? დიახ, მოგახსენებთ, მუხრან შუკვანი იყო ჩვენი სოფლის კოლორიტი, თავდადებული ჯარისკაცი, ასმეთაური და თავის თავგანწირვა გამოაჩინა ავღანეთის ომში იყვნენ, მონაწილეობდნენ და თავისი ჯარისკაცი, ასმეთაური იყო, თავის ჯარისკაცი დაუჭრეს, სნაიპერი მუშაობდა, იცოდა რომ ძალიან სახიფათო სიტუაცია უნდა შეესრულებინა, მაგრამ თავისი ჯარისკაცები არ გაუშვა იმის დასახმარებლად, თვითონ წავიდა და სნაიპერის ტყვიანი მსხვერპლად სამწუხაროდ ავღანეთში მისიის შესრულების დროს. მანამდე მუხრან შუკვანი მონაწილეობდა აფხაზეთის ომში, ცხინვალის ომში, აფხაზეთის ომში დაჭრილიც იყო და დაჟე არც აღიარა რომ არ შეეჩერებინათ და ომიდან არ გამოიყვანათ, იმიტომ არ უთქვია თავისი ხელით ამოიღო ტყვის ნარჩენი ფეხიდან, შტიკნოჟით ეწოდებული, თვითონ გადაიხვია და თითქმის განგრენამდე კინაღამ მივიდა მაგის საქმე. აი ასეთი თავდადებული იყო. ომიდან არ წამოიყვანათ. ომიდან რო არ წამოიყვანათ, იმიტომ არ თქვა უფროსობასთან რომ დაჭრილი იყო. ყოველ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს შეჯიბრებას ფეხბურთში, მუხრან შუკვანის სახელობის თასი თამაშდება, თვითონაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თუ 4 გუნდი ჩამოყავს, დანარჩენი მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის გუნდები გამოდიან და იმართება მუხრანის სახელობის დღესასწაული და თასი. გამოჩენილ შუკვანებზე რა შეგიძლიათ გითხრათ? თუ იყვნენ მხატვრები, მომღერლები, გამოჩენილი ხალხი? ხო, რაც შეეხება გამოჩენილ შუკვანებს, ყავდა მომღერლებიც, მოჭიდავეებიც, მხატვრებიც და ნუ ახლა მომღერლები როგორი აკადემია დაამთავრებული შეიძლება არ იყვნენ, მაგრამ თვითნასწავლი ნიჭიერი, აი ნიჭით დაჯილდოებული მომღერლები იყვნენ, 3 ძმა, რომლებმაც კრემლში ჩაატარეს კონცერტი, რომელსაც სტალინი ესწრებოდა, ესეთი რაღაცაც მომისმენია, მინა ბესლანი და ადილარი იყვნენ ძმები, ეს 3 ძმა. რაც შეეხება მოჭიდავეებს, შუკვანებს, ესე გვეუბნებიან, რომ თქვენი გვარიო მოჭიდავეების სამჭედლო არისო. ყავს სპარტაკიადის ჩემპიონი, ცოცხალია დღეისდღეობით ჩემი ბიძაშვილი ზაქრო შუკვანი და თითქმის მთელი სოფლის შუკვანები, ფაქტობრივად ყველა რაიონის საქართველოს და ჩემპიონები არიან, ძალიან ძლიერი, აი ნუ ფიზიკურად ძლიერი ბიჭები. ხელოვნები თუ არიან? ხელოვნები ორი მხატვრები ფაქტიურად რუსეთში მოღვაწეობდნენ. ერთი გარდაიცვალა, ის მოქანდაკეც იყო, ძალიან აღიარებული დნეპროპეტროვსკში, ჩენკა შუკვანი, მეორე დღეს ცოცხალია შახი შუკვანი, რომლებიც ჩიკანკებზეც მუშაობდნენ, აი რკინაზე ქანდაკებებს აკეთებდნენ. და მესამე, ჩემი ბიძაშვილის შვილი შაკო შუკვანი, რომელიც შარშანწინ ლეიკემიით გარდაიცვალა, უძლიერეს და უნიჭიერესი მხატვარი, ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან პატარა, 23-24 წლის ასაკში გარდაიცვალა. ძალიან ძლიერი, რომელიც მართლა მთელმა საქართველოს ახალგაზრდობამ დააფასა და პატივი მიაგო მის. ნუ ესეთი ისტორია გვაქვს ფაქტიურად შუკვანებს. ესე იგი, შუკვანები, როგორც ბატონი კიმი მკითხა, მოდიხართ ფარიდან. დიახ. არიან გადასახლებულები, ჩასახლებულები რაჭაშიც. ჩასახლება არ იყო, ესე იგი ეს როგორი რაღაცა იყო, იცი? ალბათ კონფლიქტი მოუხდათ ჩვენ გადმოცემით ესე ვიცით. მაშინდელ თავადებთან წამოვიდნენ, ერთი ძმა დარჩა ბეჩოში, მეორე ძმა წავიდა რაჭაში. და ესეც უღელტეხილის გადავიდა ალბათ და იქვე სადღაც მთაში დასახლდა და იმ სოფელსაც უწოდეს ფარი. ანუ სადაური ხარ ფარელი, აქედან ფარიდან იყო წასული და ჩვენ ახან იქ ბეჩოში ცხოვრობდით, მე გადმოვედით ლენჯერში, იქ ბეჩოში შეეკედლნენ ანუ დედულეთს. და
მე აქ და ნუ ეს შუკ სვანურად ქვია გზას. და ალბათ იქ გზაში რო ვიყავით სულ იქ რაღაცა შუკვანი იქიდან მომდინარეობს თორე ჩვენი ძირი გვარი არის ღოღელიანი. ანუ შუკ სვანურად არის გზა. და გზა ცხოვრობდით სხვადასხვა ადგილებში. გზაზე იყავითო და დაგვერქვა შუკვანები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის და ამ პატივისცემისთვის რომ გადაიღეთ ჩვენი გვარის ისტორია. გაიხარეთ. მადლობა თქვენ. მადლობა შუკვანებს თავიანთი გვარის ისტორიის გაზიარებისათვის. შუკვანების გვარი მესტიიდან მოდის, კერძოდ კი ამ გვარის წარმომადგენლები ლენჯერში, ლემსიაში ცხოვრობენ. შუკ სვანურად გზას ნიშნავს. შუკვანი კი იმ ადამიანთა გვარია, რომელთა წინაპრებიც გამუდმებით იცვლიდნენ საცხოვრის და სულ გზაზე ყოფნა უწევდათ, სანამ ერთ კონკრეტულ ადგილას არ დასახლდნენ. შუკვანების გვარი არც თუ ისე გავრცელებულია საქართველოში, თუმცა მასაც ყავს თავისი საამაყო წარმომადგენლები. მაგალითად, მუხრან შუკვანი, რომელიც ომის გმირია, 2008 წელს იბრძოდა სამშობლოს დასაცავად, 2010 წელს კი თავის ბატალიონთან ერთად სამშვიდობო მისიის შესასრულებლად და ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით მივლინებული იყო ავღანეთში, სადაც თალიბი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. სწორედ მისი სახელობისაა ლენჯერში ერთ-ერთი ქუჩა. ავღანეთში კი ერთ-ერთ სამხედრო ბაზას მიენიჭეს მუხრან შუკვანის სახელი მისი ხსოვნის უკვდავ საყოფად. შუკვანების გვარის კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი არის შადურ შუკვანი, რომელიც ისტორიკოსი გახლავთ და რომლის კვლევებისა და ნაშრომების დახმარებით სვანეთის ისტორია ბევრად უფრო მოცულობითი და მრავალფეროვანი გახდა.